რთული ნუ არის 1000-ჯერ მithmams აი ფიქრებში ნატვაში ხარ ჩაძირული და ამ დროს ერთი ოაზისი არის ქართული რესტორანი სადაც მიდიხარ ბრუნდები შენთან საქართველოში რამდენიმე წუთით ახლა მე მოვწდი ბელგიაში აღარა ვარ საქართველოში ქართული ხინგალი ქართული ხარჭაპური ქართული წვადი ქართული ლობიო მონატრებული ქოთანში გაკეთებული ნუ არ ვიცი ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს მადლობა ქალბატონ ნინოს რომლის რა ვიცი იჭით გემოვნებით ისე რა ლამაზადაა გაწყობილი ფიროსმანის ნახატებით თუ შემოატრიალება ნახებ კარგი იქნება ფიროსმანის ნახატებით ქართული გარემოთი აი შემოდიხარ და ხარ საქართველოში მადლობა მას ამისათვის და ყველა ქართველს ყველა ემიგრანტს რა ვიცი როცა მეგეცემათ საშუალება ნამდვილად არის განტვირთვის და საქართველოში დაბრუნების საუკეთესო საშუალება ქართული რესტორანი ქართული სუნი, ქართული გემო, ქართული ფერი, ქართული სიყვარული და ყველაფერი ნაკეთები და ნამდვილად მინდა რომ მოუწოდოს ყველას ხელი შეუწოთ ქართული რესტორნების განვითარებას ბელგიაში და ევროპაში მივიდეთ ხშირად და გავუკეთოთ ხარდაჭერა და მიხარია რომ ბელგიელები არიან უმეტესად სტუმრები და რუსულენოვანები და მართლა რომ დესპანია ახლა ქალბატონ ნინო ის ფლობელობაშია ეს რესტორანი საქართველოს დესპანია ბელგიაში აცნობს ბელგიურ კულტურას ბელგიურ სამზარეულოს ქართულ სამზარეულოს ქართულ კულტურას ქართულ სიყვარულს ქართულ სულს ქართულ გემოს ქართულ ჰაერს და ქართულ ღვინოს შეუწოთ ხელი ქართული რესტორნების განვითარებაში და ქალბატონ ნინოს აუცილებლად და ავიცი თვეში ერთხელ მაინც მოახერხოთ ქართულ საფრთხეში დაბრუნება